ამ პატარა სენსორის გამო შეიძლება მანქანა საერთოდ ვერ დაქოქოთ. მისი არსებობის შესახებ უმეტესობა არ იცის. ეს სენსორი ეუბნება თქვენი მანქანის კომპიუტერს ზუსტად როდის შეაფრქვიოს საწვავი და როდის მისცეს აალების მუხტი. თუ მოკვდა ან არასწორ ინფორმაციას იძლევა ძრავი ქრება. რაც დენილი აფეთქებები აქვს ან საერთოდ უარს ამბობს დაქოქვაზე. ცხელზე ძრავი ითიშება, მოულოდნელად მოძრაობისას ქრება. ზუსტად ეს სენსორი შეიძლება იყოს ჩუმი მკვლელი. მუხლალილის იგივე კალენვალის მიმართ დაფიქსირებულია ტკუშები, რომლებიც მისგან გამომდინარე მოძრაობენ. და შესაბამისად მუხლალილის პოზიციის ცოდნით, კომპიუტერმა ასევე იცის ნებისმიერ მომენტში სადაა ტკუში ცილინდრში და ამისი ცოდნით მას შეუძლია შეაფრქვიოს საწვავი და ააფეთქოს ზუსტად სწორ დროს. ეს სენსორი მუშაობს ელექტრომაგნეტიზმის პრინციპებით და კითხულობენ მეტალის დისკს. ამ ათვლის დისკს ყოველთვის აკლია ერთი ან მეტი კბილი და როდესაც ეს ნაკლული კბილი ჩაუვლის სენსორს, მისი სიგნალი შეიცვლება და კომპიუტერი ზუსტად გაიგებს რა პოზიციაშია მუხლალილი. კომპიუტერი ამ სენსორის და დისკის მეშვეობით ასევე იგებს ძრავის სიჩქარეს ან ბრუნს. ყველა ძრავს აქვს მხოლოდ ერთი მუხლალილი და შესაბამისად ერთი მუხლალილის პოზიციის სენსორი. იმისთვის რომ სენსორმა ინფორმაცია წაიკითხოს, ის აუცილებლად ახლოს უნდა ცხოვრობდეს დილთან. ათვლის დისკი კი აუცილებლად უნდა ტრიალებდეს მუხლალილთან ერთად, იდენტური ბრუნი. ხშირად სენსორი უბრალოდ ცვეთისგან და გარემო პირობებისგან ზიანდება. ამიტომაცაა, რომ ხშირად სიცხეზე იწყებს არასწორი ინფორმაციის გაცემას, რაც კომპიუტერს არასწორ სიგნალს აძლევს და კომპიუტერიც ძრავს არასწორად მართავს. გამოიწერე არხი და მიიღე მეტი სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები.